მოგესალმებით. როგორც ხედავთ, სულ სხვა გარემოში ვარ. ესე იგი, გამოვიცვალეთ ბინა, გადავარგდით ერთ დღეში, უცებ გავაკეთეთ ეს ყველაფერი. 14-ში გადმოვარგდით, მაგრამ ჯერ აქაურობას ვერ განახებთ, ისეთი ამბავია, იმიტომ რომ ღამის 4-ზე დავიძინეავლაბარში რო ვიყავი 3 საათამდე ჩანთებს ვალაგებდი და მეორე დღეს ჩემმა ძმამ დამადგა ესე 5 საათისთვის რა შუა დღეს. ხო და ესე იგი ვალაგებდით ჩანთებს, მანქანა გავავსეთ, მეთქი ამდენი ბარგი სად ეტეოდა ამ პატარა ბინაში თქო და გადმოვედით მოკლედ და აი სად რეები მილაგია აღარ ვიცი. და დღეს რა დამემართა? კვირის შაბათის ნაცვლად ნახე კვირის სმენა სამსახურის. და დღეს ყოფილვარ საღამოს. ანუ საღამოს რა შუა დღის 2-დან ღამის 10 საათამდე ყოფილვარ დღეს სამსახურში. და შემეშალა და დილას წავედი 8 საათზე. სამსახურში მივედი 9-ზე. ხო და მივედი და მეორე მოლარე დამხვდა ჩემი თანამშრომელი და გამოვშტერდი მეთქი აქ რა მოგიყვანა თქო რა. ხო და ესა თურმე მე მოვსულ ვარ არასწორად და აი ესე დრო დავკარგე წინ და უკან სიარულში და ენერგიაც. ხო და ეხლა უკვე არის 12 საათი და რავი პირველზე უნდა გავიდე უკვე. საღამოს კი მოვალ დაღლილი. ესე იგი ბინა არის მოსაწესრიგებელი რა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ძველი მდგმური ვინც იყო ამ ბინაში, ისინი რომ წავიდნენ მე ხაზე იკას არ დაულაგებია ალბათ ეს ბინა სათანადოდ. ხო და რავი, პირველ რიგში რაც გასაკეთებელი მაქვს, კარადის თაროები მაქვს გასაწმენდი, რომ მე ტანსაცმელები შევალაგო, შევკეცო და შევალაგო. ესე იგი, რომელ ჩანთებში რეები ჩავალაგე, მე თვითონაც აღარ მახსოვს და აი ძალიან სავსეა რა აქაურობა. ხო და დილას რომ მენახა სმენა და რო არ წავსულიყავი სამსახურში, ეს დროც არ დამეკარგებოდა. და პლუს ამას სიარულშიც ენერგიაც დავხარჯე. მოკლედ სადგურის მოედანზე გადმოვედით. მეტროდან კაი მოშორებით არის ქარვასლას შენობა როა დიდი, მაქეთ არის ამოსასვლელი რა, ქარვასლადან მაღლა ამოდიხარ და აქ არის ჩემი ბინა. შედარებით უფრო ძვირის გადახდა მოგვიწევს 600 ლარის, მაგრამ 3 ვიცხოვრებთ, მე, ჩემი ძმა და ჩვენი ძმაკაცი და რა ვიცი, ცოტას მოვეწყობით რა, ჩემი ძმაც მუშაობას დაიწყებს. ცოტას მოვეწყობით მოკლედ და მე უკეთესი ბინის ნახვაც შეიძლება 600 ლარში. თუმცა არ ვარ კმაყოფილი, ერთი დიდი ოთახია, 3 ლოგინი დგას კუთხეში, დიდი კარადა დგას, მშვენიერი ლამაზი კარადა, სამზარეულოც ძალიან მომეწონა, სამზარეულოს გვერდით დგას სარეცხის მანქანა და ეს რა ქვია, აბანო ტუალეტიც საპირფარეშო აქ გვაქვს რა, სახში გვაქვს. იტალიურ ეზოში რომ ქვემოთ ჩასვლა მიწევ და ეგრე არ არის რა, საპირფარეშო და აბანო გვაქვს სახში. მშვენიერი ლამაზად გამოიყურება აქაურობა, უბრალოდ ის არის რომ დასალაგებელია და დასაწმენდია ყველაფერი. ხო და მოვიცლი მაგისთვისაც რა. მიყვარს ეს ხეხვაწმენდა და სისუფთავე მიყვარს, მაგრამ დრო და ენერგია აღარ მაქვს შერჩენილი. გუშინ ვიყავი გაწამაწიაში, ესე იგი გადალაგება, გადაბარგება, სადრა ჩავტენე, არაფერი არ ვიცი. და აი ესე რა, ერთი პატარა მაგიდა დგას, სკამები საერთოდ არ არის, ერთი ცალი პატარა სკამია, ტაბურე დგას რო ეძახიან ეგეთი და ესა რა, ეგ არის და ეგ, თუმცა მაინც ბედნიერი ვარ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რავი რა, გადმოვედით და რაც მთავარია თავისუფლება არის აქ, კარებს არ გვიკეტავენ, მეზობლები არ იმას გვიშვებიან, გვაკონტროლებენ და ასე შემდეგ რა. ხო და
რა ვიცი, ამ ეტაპზე ესე ჯობია, ესეთ სიტუაციაში ყოფნა. დალაგდება ყველაფერი, დავლაგდებით, ჩავლაგდებით და ყველაფერი იდეალურად იქნება. დღეს დილას მეტრომდე ფეხით ჩავედით და ესა თუმცა აქვე დაბლა არის მარშრუტების გაჩერება რა და 501 ნომერი ჩადის მეტროსთან. მეტროდანაც 501 ნომერი ამოდის მაღლა. ხო და ეხლა სამსახურიდან რომ ბრუნდებოდი, ფეხით ამოსვლის თავი ნამდვილად არ მქონდა და ეს ვქენი რა 501 ნომერ ავტობუსს გამოვყევი. და ჩემ ძმამ მაპით რაც ჩამიგდო მისამართი, იქ ჩამოვედი ავტობუსის გაჩერებაზე და ესე იგი იმდენი ვიარე წინ და უკან ვერ მოვაგენი ბინას. მერე დაურეკე ჩემ ძმას და ამიხსნეს რა, საით უნდა წავსულიყავი და ესე იგი ერთი ქუჩა აღმართი 5-ჯერ ავიარე და ჩამოვიარე. მაგრამ თურმე იქეთ ვაფშე არ უნდა წავსულიყავი და აქეთ უნდა ამოვსულიყავი მეორე აღმართზე. ხო და რა ვიცი რა, ესე ნელ-ნელა დავლაგდებით, ეხლა ორი ნაბიჯი ყოფილა აქვე და მეთქი რო ავივლი ორ ნაბიჯში ვიყიდი რაღაცეებს თქო რა, ტილოები და რაღაცეები კი მაქვს, ხელთათმანი მინდა. აბანოც გასახეხია ძალიან თან. მაგრამ რავი, პირველ რიგში მოკლედ კარადების გაწმენდა მინდა, იმიტომ რომ ძალიან მტვერიანია და შიგნითაც ჭუჭყიანია. ხო და კარადებს გავწმინდავ, რომ განსაცმელი ჩავალაგო, რომ ეს ჩემოდნები ესე აღარ ეყაროს. და მერე კიდე რაც ზედმეტია, აი საახალწლო რაღაცეები და ისეთი ტანსაცმელი, რასაც საერთოდ არ ვიცმევ, ერთ ჩანთაში უნდა ჩავალაგო ყველაფერი და სოფელში გავაგზავნო, რომ ზედმეტი ადგილი არ დაიკავოს. ხო და რავი, მოკლედ მშვენიერი კოხტა და ლამაზი სამზარეულოა, თუმცა ერთ ოთახშია ყველაფერი. ერთ კუთხეში სამზარეულოა, მეორე კუთხეში ლოგინები დგას, მესამე კუთხეში კარადა დგას, მეოთხე კუთხეში შემოსასვლელი კარებია, შუაში დგას მაგიდა. მაგიდაც მშვენიერი ლამაზი და საყვარლობაა. ხო და ესე იგი ეს ჭერი არის იმის რა, ფიცრის ესენი ფიცრები როა რა, ხის. ეგენი არის გაკრული, მაგრამ ისე ლამაზად არის ეს ჭერი, ის შუქი შუაში. მშვენიერი ლამაზი ის არის რა, კედლებიც ესე გაკრასკული, ესეთი ლოგინია. ნუ მოკლედ რომ დავალაგებ ყველაფერს კარგად, კოხტად, ლამაზად, მერე გაჩვენებთ. ეხლა ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ყველგან რაღაცეები ალაგია. მაცივარი არ გვაქვს სამწუხაროდ, მაგრამ მაცივრის გარეშე ვერ ვიქნებით და ჩემმა ძმამ მოვიტანო პატარა მაცივარსო. მე მგონი ჩემნად ესავს აქვს და მაცივარსაც მოიტანს რა. ხო და ესე ძალიან ცუდი ყოფილა თურმე გადაბარგება და ერთიდან მეორეში გადასვლა და აი მინდა რომ ერთ ადგილას, ერთ ბინაში, ერთ უბანში მოვეწყოთ კოხტად და ლამაზად და აი აღარ მოგვიწიოს ამდენი გადასვლა გადმოსვლა რა, იმიტომ რომ ძალიან არ შემიძლია ჯერ მარტო ამდენი ბარგის ჩალაგება, ალაგება, დალაგება. მერე ვაფშე სხვა უბანში რო გადადიხარ, ეხაავლაბარში უკვე ისე ვიყავი რა, სად რა მაღაზია იყო და ყველაფერი ვიცოდი, მოკლედ ლარიანები დამჭირდებოდა, ორი ნაბიჯის პარი თუ რა დამჭირდებოდა, ყველაფერი ვიცოდი სად რა იყო და აქ ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი, ერთი ვიცი რომ დაბლა არის ორი ნაბიჯი. ეგ არის და ეს არის სახლია რა, ჩვეულებრივი ესე ვთქვათ, აქეთ ამ მხარეს არის შემოსასვლელი კარები და არის ეს ოთახი და გვერდით არის მეორე მეზობლის ისა რა, კარები და მეზობლის ბინა.
რაც მთავარია, თუნდაც ხმაური იყოს და თუნდაც დილას ადრე გასვლა, ან ღამე 12-ის მერე გასვლა, შემოსვლა, მაგის პრობლემა არ იქნება და რავი, მოკლედ დავლაგდებით და ყველაფერი კარგად იქნება. 800 უკლია 25 წუთი. ჯერ არც გათენებულა. ხო და მარშრუტკა რამდენი ჩამოვდივარ, იმდენი 15 წუთს აწერს მარშრუტკა. და ამ სიცივეში 15 წუთი გაჩერებას მირჩევნია ფეხით ჩავიდე. და ესა რა ქვია, ცოტა კაი მოშორებითაა მეტრო. მაგრამ რავი, მარშრუტკაზე მოცდას მირჩევნია, რომ ფეხით ჩავიდე. თან კიდე ეს 477 ნომერი მიდის სადგურის მოედნის მეტროს მეორე მხარეს რა. ანუ უფრო მოშორებით მიდის. ის მეტრო, რომელიც უფრო ახლოსაა, იმ მხარეს არ მიდის რა. ხო და აი ესე ფეხით ჩავალ მირჩევნია. თან ძალიან ცივა და ძალიან ცივა. აი ძალიან. და სიარულში უფრო გავხურდები. თან დილაა, ეხლა დილას უნდა იარო ფეხით. ფეხით სიარული კარგია. აი, სადავარ იცით? ქარვასლა ხო იცით? სადგურის მოედნიდან ეხლა ფეხით კაი მოშორებითაა რა. ქარვასლა. და ქარვასლადანაც კაი შორსაა ჩვენი ნაქირავების სახლი. მაგრამ არა უშავს. 501 ნომერი ჩადის ამ მეტროსთან, რომელიც აქ არის ახლოს. მაგრამ მონიტორზე საერთოდ არ ეწერა 501 ნომერი მარშრუტკა მოდიოდა თუ არა. ასე რომ ჩავდივარ ფეხით. ხო და რა ვიცი. ესე იგი აწი უნდა ვიცოდე, რომ ანუ 9 საათი არ არის საკმარისი აქედან სამსახურში მისასვლელად. ანუ 45 წუთით ადრე უნდა გავიდე, რომ 15 წუთი ავტობუსს ველოდო. და ანუ მეტროდანაც 501 ნომერი ამოდის ჩვენ ბინასთან ახლოს რა. იქვე დაბლა ჩერდება ავტობუსი. ხო და ესე მივდივარ სამსახურში. დილის სმენა. აი, სად ჩამოვედი. აი ზუსტად ქარვასლასთან ვარ. აქ არა და იქეთ. ავდივარ მაღლა. ხო და აქედან არც თუ ისე შორს არის მეტრო რა. თავიდან პირველად რო ჩავედი ფეხით, ძალიან შორი მომეჩვენა და მაგის მერე ვცდილობ, რომ ავტობუსით ვიარო. მაგრამ არც თუ ისე შორია რა. აქ ვიყავი კარფურის იმაზე, დასაქმებაზე. ახალი ჩამოსული რო ვიყავი, სწავლას აფინანსებსო ეს კარფურიო და აქ ვიყავი მოსული, მაგრამ არ მომეწონა და არც იყო ჩემთვის მისაღები ვაკანსია და არ დავთანხმდი. გამარჯობა, მტრედუნია.
ესე მოფრინდა და პირდაპირ ცხვირწინ დამიჯდა. ხო, სულ მე არ ვადარდებ კენკავს აგერ საკინგს.